მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან ისტორიკოსი, ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ ფიფია. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო ედიშერ, თქვენგან დავიწყებ საუბარს. დღევანდელი საუბრის ძირითადი საკითხი, ასე ვთქვათ, იქნება ის დაანონსებული კანონპროექტი, დაანონსებული ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო გუნდს. საგაზაფხულო სესიის პირველსავე კვირას პარლამენტს არედგინება ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა გამოიძიოს 2003-2012 წლებში პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფ პირთა საქმიანობა. ერთგვარად როგორ თქვა, შიში გამოიწვია ამან, ასე ვთქვათ, ლიბერალურ ფლანგზე, რომ ხო არ იქნება ეს, უпроსტորით ისინი ბრალდებენ, რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშწორება. მეორეს მხრივ საზოგადოების დანარჩენ ნაწილში არის განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს სწორედ იმ პროცესის დასაწყისი, რასაც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ნაცების გასამართლება, უკვე ესეთი სიტყვათა შეთანხმება სამუშაო ტერმინად არის დამკვიდრებული ქართულ პოლიტიკაში. საინტერესო იქნება თქვენი შეხედულება, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ხომ არ იქნება ეს რაღაც იმიტაცია უბრალოდ ამ პროცესის, თუ გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნამდვილად მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე. მოგესალმებით ბატონებო, მევსალმებით მაყურებელს და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მიულოცავ შობა ახალ წელს. კი ბატონო. უსურვებ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას გაეძლოს იმ უმძიმესი გამოცდისათვის, რომელიც დღევანდელ დღეს რომელიცაც გადის დღეს ჩვენი ქვეყანა. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თენგო ბატონო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ისტორიული პროცესი და დადგა დრო, როდესაც ეს საკითხი მკვეთრად უნდა წამოიწიოს წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანს გვინდოდა, რომ ეს სწრაფად მომხდარიყო და მაშინვე 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, 2012 წლის 2 ოქტომბერს თუ არა, 2 დეკემბერს ველოდით ეს პროცესი დაწყებული ყოფილიყო. ჯობლებრივი ამბავია ეს ადამიანები. მათ შორის ხელისუფლების მიმართ უამრავი უკმაყოფილება ამას უკავშირდება. კი ბატონო. მაგრამ ხედავდით ერთ საინტერესო რაიმეს, რომ ჩვენ თავს ვიტყუებდით ბოლო დაახლოებით 3 წელის არ ჩავთვლით დანარჩენი წლების განმავლობაში, რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს იყო აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენი სახელმწიფო იყო მარიონეტული სახელმწიფო დასავლეთის ეგრეთ წოდებული დემოკრატიების. და ეს რომ ასე იყო, ნათლად გამოჩნდა აგერ 2024 წლის 24 თებერვლიდან მიდრე დღევანდელ დღემდე მოყოლებული. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ეგრეთ წოდებულ არ მერიდება ეს სიტყვა, რომ დღეს დემოკრატია არ არის, რომელიც არის დასავლეთში, ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ დასავლეთში არიან, ვერ წარმოედგინათ თუ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხალხი ხმას ამოიღებდა და რაიმეზე ურჩობას გაუწევდა. მე თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ძვირფასო ტელემაყურებლობა მithქვამს და კიდევ ერთხელ გამიმეორებ. ბიძინა ივანიშვილი შევიდა პოლიტიკურ ბორდელში. და პოლიტიკურ ბორდელიდან აარჩია ეს ხალხი, რომელიც მან შემდეგ შეიყვანა პარლამენტში. კი, მაგრამ ახლა დამისვამენ კითხვას. კი, მაგრამ რატო შეიყვანა პოლიტიკურ ბორდელი? არ იყო ბატონო მეტი. აფრინი ეხლა აქ ჩვენთან სტუდიაში მწყერი შეგვიძლია? არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ გააკეთა ის მასალა, გამოიყენა ის მასალა, რომელიც იმ დროისათვის იყვნენ და ყველაზე მეტი დიდი დამსახურება ამ კაცის ის არის, რომ მან საზოგადოებას დაანახა, როგორი პოლიტიკური მეძავები იყვნენ იქ, მაშინ იმ პერიოდში. ეხლა მაშინ რო დაეწყო ამის გაკეთება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნების წინა პერიოდში შემოგვთავაზა ჩვენ და ეს არის, რომ ამათ მე დავჟიო, რა თქმა უნდა, ეხლა ქართული სინამდვილეა, კაცო, ქართული ხალხური ზღაპარია, ზღაპრები და თქმულებები უდიდესი სიბრძნეა ქართველი კაცის. იკითხება მასში, უпроსტորად ქართველი კაცის უდიდესი სიბრძნე. ნახეთ, ლომის და კატის ამბავი.
ჩემ შვილს ხომ არ დავიშ ამერიკელები და აჯვებინებდნენ ახლა მაგათ იმათ რა ქვია უსუფაშვილებს მერე გვარამიებს მერე მელიებს მერე უპირველეს ყოვლისა სააკაშვილებს და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში ისინი რომ იტყვიან ჭყალებში ვლაპარაკობ ზალატოი ზაპასი რო იყო მაგათთვის აგერ დადგინდა იმიტომ რომ თავი მოიკლეს სანამ დიდი ჭყალებში ვლაპარაკობ ამასაც დიდი პოლიტიკოსი ბატონი გვარამიად ციხიდან არ გამოიყვანეს ვენები გადაიჭრეს და თვითონ გადაუხადეს ფული მელიას გამოყვანაზე ნახეთ ბოლოს და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ ვიღაცა შარლატანი აგვარ იყო გრიგორიადისი პირდაპირ ტელევიზიით გვაჩვენეს რომ ცოცხლად წვავდა პოლიციელებს მაგრამ იმდენად დიდი სუკინსინი იყო მათი რომ მათ ადგილზე დანიშნულ პრეზიდენტ სუკინსინს იცდები ეს ნაკლები სუკინსინი არ გეგონოთ თქვენ ის ზურაბიშვილი იმ სუკინსინს გაათავისუფლებინეს ამით ჩვენ რას გვეუბნებოდნენ ესენი რაიმეს გააკეთეთ ჩვენს იქეთ დამთავრებულია თქვენი საქმე რისი სახელმწიფოებრიობა რა სახელმწიფოებრიობა და მეტიც მინდა გითხრათ კაცო ორ ნახმარევი კაცი როთი ჩამოგვიყვანეს მიიყვანეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში რუსთაველზე ქაშუეთის წინ და იქედან აგინებინეს ქართული სახელმწიფო ქართული ეკლესია ქართველი ხალხი ქართული კულტურა და ეს პოლიტიკოსები იმ პოლიტიკურ სამეძაოში მყოფი პოლიტიკოსები ტაშს უკრავდნენ უკრავდა ტაშს გვარამია უკრავდა ტაშს მელია უკრავდა ტაშს გახარია ყველანი ვინც არიან რომლებიც ახლა კოლექტიურ წერილებს როწერენ დასავლეთში ზუსტად ეს ხალხი იყო ესენი ამიტომ პოლიტიკა რა არის პოლიტიკა არის ის რომ მაშინ უნდა გააკეთოს საქმე როდესაც გასაკეთებელი ანუ დროსა და სივრცეში მაშინ უნდა მოიქნიო ხმალი როდესაც მოსაქნევია როდესაც მოაჭრი მაშინ თავს თორე თუ მან ფარი აიფარა ჩემო ბატონო და მერე დაუძახა მის ძიებს და მერე მის მამიდებს და მის დეიდებს და რომლებიც უხვატყავს ეგრეთ წოდებულ იმ დასავლეთში რომელსაც დემოკრატიის არავითარი ნიშანსვეტით არ შეჩა და რომელსაც შეჩა ერთი რამ მინდა მაყურებელს უთხრა ნახეთ რა ხდება ჰაგის სასამართლოს დაუპირისპირდნენ ხო მახსენდება ცხონებული ჯაბა იოსელიანმა ერთხელ თქვა რა გვინდაო რა სასამართლო რა გვინდაო მოსამართლეო რა გვინდაო ციხეო რა გვინდაო პოლიცია აბა რაო ბატონო ჯაბაო ეკითხება ჟურნალისტი და რაო და მოდი რაც დუვინმემ დააშაო რამეო გაურჩიოთო საქმეო გიგრულად მოვა ხო და ესა აუშა ერთი ორი წავარტყათ აქეთ იქეთო და დავაჩმაროთ და გავუშვათო მერეო ბიჭო ეს თუ ახდებოდა სინამდვილეში როგორ მეგონა როდესაც ჯერ ის ბესს უნდა რომ იყო მოსამართლე ჰააგის მოსამართლე რა მოხდა იმაში ავღანეთში მოხდა რომ ამერიკის ჯარებმა ისა თვითმფრინავებმა დაბომბეს ისა ქორწილის მეკორწილეები დაბომბეს როდესაც აღიძრა სასამართლო ხო ხედავთ რა სანქციები დაადეს ბესუნდას ახლა მეორე ამბავია კიდე სულ ახალი ამბავია რომ ისე კონგრესმენები მოითხოვენ ისრაელის პრემიერს და საგარეო თავდაცვის მინისტრის მიმართ, როდესაც აღიძრას ის სასამართლო, რა სასამართლო ხალხო. უმძიმეს სიტუაციაშია მთელი მსოფლიო. ნახეთ, ლუი მე-16 იყო, ხო, რომელიც ლაპარაკობდა. ეს სასამართლო, რა სასამართლო სახელმწიფო ეს მე ვარო. მეტი რა არის ბატონო თემ რა მეთანხმებით? ეს განცხადებები. ანალოგიური სიტუაცია და ამიტომ მე რატომ მოვყევი ახლა ამდენი რაიმე დღეს დადგა ჩემი აზრით იმის დრო რომ ეს ადამიანები უნდა გასამართლდნენ. მოუგონთ უნდა გასამართლდნენ ახლა თქვენთან შემოსვლამდე ჩვენ ბჭობა გქონდა ამ საკითხის შესახებ რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს მიღებული ეს კანონები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებს პერსონალურად უნდა აეგზალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა. ვის რომ ეთქვეო გავგეთქვი ზუსტად იმათ ვინც არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მამების საქართველოში და მეცაც ვიტყვი უნდა აეგრძალოს ყველა და საერთაშორისო
სამართალი თუ კი არსებობს ასეთი, უნდა აგიძრას საქმეები იმათ მიმართ, ვინც ამათ ფარველობდა. ესენი ფარველობის გარეშე რომ არ ყოფილიყვნენ, გამორიცხულია ამათ ის დაიკეთებინათ, განსაკუთრებით ბოლო ხანებში ესენი რასაც აკეთებდნენ. მით უმეტეს 2012 წლის შემდეგ. ეს არის კლასიკური ტიპის ყორღანაშვილები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და დღეს ერთი ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ერთიანულმა ნეიტრალურმა საქართველოს. როდესაც მათ თქვეს რომ ჩვენ ვაგროვებთო მასალებსო და წარმოვადგენთო რომ ესენი არიანო ჯაშუშებიო და ჯაშუში სამოქალაქო ისა რა ქვია ენციკლოპედიის მიხედვით და მისი განმარტება ასე არის. ჯაშუში არის ის პიროვნება, რომელიც მტრის ტერიტორიაზე აგროვებს ცნობებს და გადმოცემს სამშობლოში. რომ შემდეგ ამ სამშობლომ მოახდინოს დეოკუპაცია ამ ტერიტორიის და გამოიყენოს ეს მასალა. ეს ხალხი არის პირიქით. ესენი იქ სადაც დაიბადნენ, სადაც გაიზარდნენ, სადაც ქართულ ღვინოს ცეცხლავენ. დალევით როგორ შეიძლება მათზე ითქვას, როდესაც ჩავაფსიო კაცი იძახეს ღვინოშიო. სადაც მათ იავნანა მოისმინეს ფულის გამო ბატონებო აკეთებენ რას? ფულის გამო აკეთებენ იმას, რომ პირიქით ამ ქვეყნის ნაში თუ კი რაიმე ცნობები მოძებნეს, აწვდიან deep state-ების წარმომადგენლებს და სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. ამიტომ ეს ერთ-ერთ შემთხვევისათვის ჩემო ძვირფასო მეგობრებო არ შეიძლება დაუჯელად დასჭეს. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მე უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ ერთი ჩემი მნიშვნელოვანი შეხედულება ამ საკითხის გარშემო. იცით რა, 1991-92 წლების ამბები. რაც მოხდა? ჩვენ ყველანი მომსწრევად თქვენ ახლა არ გემახსოვრებათ ძალიან ახალგაზრდა ნანდებოდით ბატონი თემური ნამეთანხმება იმის შესახებ, იქედან რომ დაჟჯილიყო ადამიანები, რომლებმაც ის უბედურება მოუწყვეს ჩვენ სამშობლოს, დღეს ბევრი ამას ვერ გაბედავდა. გადარჩებოდა ის ბიჭები, რომელი ბიჭებით პოლიციელები დამწვრები არიან. სახლ-სალამათია და ბიჭები დამწვრები არიან. მეტიც მინდა გითხრათ, ერთი რამ მინდა თქვი ერთი სტუდიიდან, მაგრამ არ მოყვა ამას შესაბამისი გამოხმაურება. რა სინდისით ლაპარაკობს რაიმეს გახარია? გახარია, როდესაც რა სინდისით ლაპარაკობს? რატო როგორ ლაპარაკობს? და მე მაინტერესებს იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც მათ მხარს უჭერს. რატო ლაპარაკობ ახლა ამას? რატო არაფერს არ ლაპარაკობს გახარია იმ ახალგაზრდის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა პოლიციელის შესახებ, რომელიც იმ 20 ივნის დაიღუპა. მართალია, იმ დღეს მას ქვა მოხვდა თავში, მერე წაიყვანეს, უმკურნალეს, მაგრამ არ მინდა ეხლა გავხსნაყო. ბევრი რაღაცები, სხვა რაღაცა ვილაპარაკო, დაიღუპა ის ახალგაზრდა კაცი. სინდისის ქეჯნა არ გააჩნია მას. მან ხომ იცის, რომ იმ ბოთლებში რა ეყარა? ვიღაც გოგონები რაებს ყრიდნენ იქა. რატო არ ლაპარაკობს ამის შესახებ არაფერს? ქვებს რო ყრიდნენ, ქვებს, კენჭებს და იმას პოლიციელებს რო ესროდნენ. ამის შემდეგ ამ კაცს რა გამოსვოდ, რა ისა აქვს, რა შუბლის ზარღვი აქვს, რომ გამოდის და კიდე ლაპარაკობს, თუმცა ბაბუა ჩემი ცოტა ცხონებული. ბაბუაო, მთავარია კაცო, შუბლის ზარღვი არ გაგიწყდესო, თორემ მე გაიოლებულია ცხოვრება. მე ყველაფერზე მონახავ გამოსავალს ლაპარაკო. მე ვფიქრობ ეს საქმე გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, ახლა ჩემთვის პიროვნულად, მაგრამ არა ვფიქრობ სახელმწიფო, არა სახელმწიფოებრივად, ჩემთვის პიროვნულად დაგვიანებულია ეს ამბები. და ჩემისთანა ბევრი ვინმესათვის დაგვიანებულია, მაგრამ სახელმწიფოებრივად არ ვფიქრობ, რომ ეს დაგვიანებული იყოს. ვინაიდან დღეს მოვიდა ის დრო, როდესაც ისეთი უსახური ფიგურები და ისეთი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები ყოველ შემთხვევისათვის მე ასე ვფიქრობ და ასე მინდა იყოს, როგორც იყო ბაიდენი და მისი არმადა, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს კაცი არ დაუძახოთ და ქალს ქალი არ დაუძახოთო, აი ამ დონემდე მიდიან პოლიტიკიდან, ხო? ამიტომ მათი აკაური დამკაშებით, მათი აკაური ტაშის დამკვრელები ისევე უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან.
და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მე ვფიქრობ იქნება ისიც რომ ეხლა ჩამოვა მათი სულიერი და ფიზიკური მამაც როთი მიხეილ როთი და უნდა გამოემშვიდობოს გვარამიას მელიას და ერთი რაღაცა ეჭვი მაქვს კიდე ვიღაცა მოწონს მაგაც ხო და ხომ ჩამოდის ნეტავი საკითხავია იმისაც ეს ისე რა თქმა უნდა კი საქმესთან ერთად ეთყობა სიამოვნებასაც უთავსებენ ხო და ამიტომ თქვენს შეკითხვაზე მინდა დადებითი პასუხი გავცე რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია ოღონდ გასაკეთებელია ისე რომ ისე უნდა მოეჭრას ამ ჰიდრას თავი, რომ შემდეგ მან ამოყრა ვერ შეძლოს. საინტერესოა ბატონო თემურ, თქვენი შეხედულება გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს პროცესი მართლაც მივა ბოლომდე? რა სახე იქნება ხა ამ ყველაფერს, აი კონკრეტულად რა ფორმით დარეგისტრირდება ეს კანონპროექტი, ალბათ ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა, იმიტომ რომ ბევრი დეტალი არ ვიცით. ეს გახდება ცნობილი, როცა გაიხსნება საგაზაფხულო სესია, ან მანამდე თუ კი ექნება ხელისუფლებას ამ კანონპროექტის პრეზენტაცია, მაგრამ თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? იქნება ეს რეალურად ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური დღესდღეობის ალბათ ესე ჯობია დავარქვათ ეს არ არის ხო მხოლოდ ერთი პარტია ხა გვარამეს ულ არ არის ნაციონალური მოძრაობისებრი დღეს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს იმ პერიოდში იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას ამიტომ ასე გავრცელდება ბუნებრივია ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაც ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური დღესდღეობი გაქრება საქართველოს პოლიტიკიდან ამ ღონისძიების შემდეგ ალბათ ეს არის მთავარი შეკითხვა აი მაგალითად თინა ბოკუჩავა დღეს ვინც არის პარტიის თავმჯდომარეა, ხო? ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა. ეს ადამიანი ხა იმ წლებში არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი და წესით მაგალითად აი მისი კატეგორიის პოლიტიკოსებზე საერთოდ არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. არ მგონია რამე დანაშაული დაუნტკიცონ. ახლა თინა ბოგუჩავას 2003 წელს გაქო რამე ჩადენილი, ხო მართალია? გამოიწვევს ეს საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობის ქართული პოლიტიკის დღესდღეობიდან მოხსნას. მოგესალმებით. ძალიან ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში და საქართველოს გამონაკლისი არ არის. უფრო მეტი საქართველოს არის დიდი ქვეყნების ინტერესების შეჯახების ზონა, პატარა ქვეყანა, სადაც შეჯახება დიდი ქვეყნები და ამ დიდ ქვეყნებს შორის ჩვენ ხედავთ რა მხოლოდ წინააღმდეგობებია, რომელიც გამოხატულება არის ძალიან დიდი ძირეული ცვლილებებისა, რომელიც მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში. და ამ ცვლილებების მიხედვით ის ძალა, რომელსაც წარმოადგენდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოში, აი ეს მსოფლიო ძალა მისი დასასრული ახლოვდება. ეს არის ლიბერალური პოლიტიკური მიმდინარეობა, უფრო ზუსტად ლიბერალური იდეოლოგია, ლიბერალური კაპიტალიზმისა, რომელიც დღეს უკვე შეცვალა შეერთებული შტატების სახით კონსერვატიულმა ისევ ალბათ კონსერვატიულმა კაპიტალისტურმა ასე ვთქვათ იდეოლოგიამ ცვლის ეს მსოფლიოში ჩვენ ხედავთ რომ ის ტენდენცია რომელიც გაბატონდა გასული საუკუნის 80-იან წლებიდან ტეჩერი რეიგანიდან დაწყებული ეს ტენდენცია დასასრულს უახლოვდება შესაბამისად რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოგინი საქართველოში დასრულდება ეს უნდა ოცნებას თუ არ უნდა ეს ასე მოხდება მეორე მომენტია რატომ მოხდება ასე თანაც მე დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება ადგილობრივ არჩევნებამდე და ადგილობრივ არჩევნების შედეგადაც. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას სხვა გზა არ დარჩენია. ჯერ ერთ ქართულ ოცნება, რომელმაც მიიღო უმძიმესი მემკვიდრეობა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი მაშინ, აი სააკაშვილის რეჟიმისგან და ამ კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა 13 წლის განმავლობაში, ის აუცილებლად დადგება აი ამ წინააღმდეგობების ამ პრობლემების დაძლევის წინაშე. იმიტომ რომ ეს არის უკვე ჩათვალეთ რომ ერთი ქართული ოცნება არის ერთპარტიული მმართველი ქვეყნისა, რომლის წინააღმდეგ მე არა ვარ საერთოდ ერთპარტიულობის
წინააღმდეგი მით უმეტეს თუ ის ლეგიტიმურია თუ ხალხი არჩეულია ეს პარტია ასეთი შემთხვევები ეგრეთ წოდებული დემოკრატიულ ქვეყნებში ბევრი გვაქვს თუნდაც დასავლეთის და მით უმეტეს თუ სწორი ეკონომიკური სოციალური და სხვა პოლიტიკას ეწევა ეს ერთი პარტია და ქართული ოცნება არის პარტია რომელმაც აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ერთი პარტია რომელიც მოვიდა პარლამენტში რომელმაც მოახდინა მთავრობის ფორმირება და პასუხი აიღო ქვეყნის მომავალზე და ის აუცილებლად დადგება ამ პრობლემის გადაწყვეტის წინაშე და მათ შორის იმ პრობლემისა რასაც ქვია პოლიტიკური ველის გაწმენდა ფაშისტური ძალისაგან სრულიად ვეთანხმები ბატონ პროფესორს იმასთან დაკავშირებით რომ პარალელურად რო გავავლო ესე იგი ნიურნბერგის პროცესთან ერთიან ნაციონალურ მოძრაობა და ის მთავრობა სააკაშვილის ყველა ნიშნით ძალიან უახლოვდება აი ამ განსაზღვრას რომ ის ხო ფაშისტური დიქტატურა ჩვენ ხედავთ ყველა ძირითად ნიშანს რომელიც ახასიათებს ფაშისტურ დიქტატურას აი სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ეს არის ერთპარტიული სისტემა ტოტალიტარიზმი ესე იგი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების და საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი ეს არის ესე იგი მაქსიმალური მილიტარიზაცია უკიდურესი ნაციონალიზმი და ტერორისტული მეთოდები ხელისუფლებისა ოპონენტებს პირდაპირ ქუჩაში ხვდებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს სხვა ძალიან ბევრი ნიშნითაც ის იყო ფაშისტური ხელისუფლება ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ხელისუფლება დგას საკმაოდ ძნელი ამოცანის წინაშე ამის შეფასება უნდა მოხდეს პოლიტიკური და მე სამართლებრივი და აი რა არის სისტემური დანაშაული რომელსაც ისინი ჩადიოდნენ აი სისტემური დანაშაულის ცნება კატეგორია არის თუ არა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში ისე როგორც ეს საჭიროა და ისე როგორც ეს არ არის აი თქვენ იურისტი ხართ ხო ასე აი როგორ შეიძლება იურიდიულად ამ პრობლემის მოგვარება იმიტომ რომ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე თუ სისტემური დანაშაულის არ დამტკიცდა იურიდიულად რომ ახონდა ადგილი და შესაბამისად ის არ დაისაჯა და ისე არ დაისაჯა რომ ის არ განმეორდეს ეს სისტემური დანაშაული მაშინ ჩვენ მივიღებთ ნახევარ ზომებს ასე ვთქვათ თქვენ მართალი ხართ ბატონ ედიშერი ვეთანხმები იმაში რომ უნდა მოხდეს ამ ესე იგი დანაშაულების აღკვეთა რაც ჩადენილი იყო მაშინ 9 წლის მანძილზე ისე რომ მისი რეციდივი იყოს გამორიცხული ეს იმას ნიშნავს რომ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს აკრძალული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეს პარტია მისი ლიდერებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა არა მხოლოდ პარტიის ლიდერებს არამედ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირებს რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ იმ სისტემურ დანაშაულში და ქმნიდნენ ამ დანაშაულს რომელიც ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ სააკაშვილის მმართველობის დროს და უფრო მეტიც ალბათ ჩვენ უნდა შევხედოთ იმ პოლიტიკურ მოძრაობებს და პარტიებს რომლებიც იმეორებენ იმ იდეოლოგიას რა იდეოლოგიაც ქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ნუ რა თქმა უნდა პრაქტიკასაც აპირებენ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რომ დანერგონ ეს ის პარტიებია რომლებიც გამოვიდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობიდან რომც არ გამოვიდნენ აი ბოკუჩავა ვახსენეთ ხო ბოკუჩავას ვერ დაჟიან ის დაიჯება აი როგორ დაიჯება იცით არაპირდაპირ არამედ არაპირდაპირ ასე ვთქვათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობა თუ აიგრძალა რა თქმა უნდა ის პარტია არის აკრძალული რომელსაც ის ხელმძღვანელობს და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ის გარკვეულ ზარალს მიიღებს აქედან გამომდინარე მაგრამ პირადად ის ვერ დაიჯება და არც დაიჯება იმიტომ რომ მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული იმ მომენტში არა მაგრამ ჩვენ ხო სრულიად დარწმუნებული ვარ და ვხედავთ რომ თინა ბოგუჩავა ხალბატონის ბოგუჩავას მეტხემძღვანელობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის იმის სამართალმემკვიდრე და აგრძელებს იმ პოლიტიკას რა პოლიტიკას იდეოლოგიას აგრძელებს აი როგორ უნდა მოხდეს ისე რომ ხალბატონი თინა ბოგუჩავა
თვის შეუძლებელი გახდეს მისთვის ხელშეწყობა იმ რეციდივისა, რასაც თქვენ ალბობთ, რომ არ უნდა განმეორდეს. ამიტომ აქ საკმაოდ რთული მომენტია ყველაფერთან ერთად. გარდა ამისა, თუ ჩვენ დავждეთ აი ამას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და იმ რეჟიმს ჩადენილი დანაშაულებისთვის, მაშინ რა უყოთ იმ ხალხს, რომელიც დაზარალდა ამ დანაშაულს. უბრალია ნებისმიერი დანაშაულის გამოძიება, დამნაშავის დადგენა დაჯა გულისხმობს ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასაც. ამაზე უნდა აიღოს სახელმწიფო მაშინ პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ჩვენ მივხვდებით იმას, რომ ერთიან დღევანდელი ხელისუფლება და ქართული ოცნება წარმოგვიდგეს აი ამ პრობლემების გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ გეგმას და სერიოზულ კარგად ესე იგი გაწერილ გეგმას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ხარდაჭერას მოიპოვებს საქართველოს მოსახლეობაში და ადგილობრივ არჩევნებში არ გაუჭირდება წარმატების მიღწევა. თუმცა აი ბატონ თემურ ისე თქვენთან დავრჩები და შემდეგ ბატონ ედიშერთან უკვე ცოტა სხვა საკითხზე გადავალ. ქართულ ოცნებას ასევე ამ პროცესში ჩემი აზრით ექნება მათ შორის ის პრობლემაც, რაც ასევე არის აი ყბადაღებული თემა, პორტირებული ნაცების თემა და რა ვიცი ხა შეიძლება კონკრეტული სახელი ამ მომენტში არ გავხსენო, მაგრამ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მათ შორის მაღალთანამდებობას, დღეს არის ამ ხელისუფლების ნაწილი. როგორ იქნება მათი საქმე აი ამ შემთხვევაში თავის წევრებსაც დაჟიან? ძალიან ლეგიტიმურია ეგ. უნდა თუ არ ამგონი ახლა ისეთი იყოს პორტირებული მაშინ რომ ესე იგი. აი ხა სააკაშვილი. მაგრამ თუ არის რა თქმა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ზუსტად მაგაშია საქმე რომ მოწყებებში ბევრია. თვითონ იმაში ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც ამ პროცესს საბოტაჟს მოუწყობს. გამოტკული. სრულიად დარწმუნებული ვარ, მათ შორის პარლამენტშიც. კი ბატონო. ასე რომ საინტერესო პროცესი გველოდება. და ხელისუფლების ორგანოებში ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც ამ პროცესებს საბოტაჟს, იმიტომ რომ იქ დანაშაული ჩადიოდნენ არა მხოლოდ აი პირველი პირები, არამედ მეორე ეშელონის და შეიძლება მესამე ეშელონი. მესამე ეშელონის ხელით კეთდებოდა ეს დანაშაული. ხო, მათ შორის ხდებოდა ახლა პირადად ჩადიოდა საწოლი. სწორია, პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა, ასე რომ აქ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას ქართული ოცნება და ამაში მას დასჭირდება რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან დიდი ასე ვთქვათ განხილვა ამის ფართო საზოგადოებრივი განხილვა და უნდა ეცადოს ქართული ოცნება და ხელისუფლება რომ ამ პროცესებში ჩართოს საქართველოს საზოგადოებრივების ფართო საჯარო გახადოს და ჩართოს საზოგადოებრიობა და მოუწოდოს მას რომ დაიხმაროს საზოგადოებრიობა. მე ამისი დიდი იმედი მაქვს, სხვათა შორის გუშინ არ მახსოვს კონკრეტულად რომელი სპიკერი იყო ხელისუფლების ვინც საუბრობდა, მაგრამ ზუსტად ამას ამბობდა, რომ ეს არ იქნება რაღაც ისეთი შურიზიების ფორმა, ამას არ იქნება, მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება, მაქსიმალურად საჯარო იქნება პროცესი, მაქსიმალურად დიდი მასა საზოგადოების იქნება ამ ყველაფერში ჩართული, რომ ჩვენ არ დავტოვოთ რაიმე შეკითხვებიო. შურიზიებაში რას გულისხმობდა არ ვიცი ახლა. ნუ ეს შეიძლება შურიზიებაში ის თვლის იმას რომ ესე იგი არ უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია. ხო, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამაზე არ არის. მაშინ რასაც უყენებენ ამ შემთხვევაში ბრალად, რომ პოლიტიკურ ანგარიშწორებას ხომ არ აქვს ადგილი. პოლიტიკური ანგარიშწორება არ ვიცი ახლა ვის როგორ ესმის. ანგარიშწორება უნდა იყოს სამართლიანი. კანონის შესაბამისი. არა მხოლოდ კანონიერი, არამედ მორალურად გამართლებულის და სამართლებრივადაც ერთ სიტყვით. აბა სხვანაირად როგორ გვინდა მაშინ? აი ეს ფრაზები, როცა წამოვა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური ანგარიშწორება, ჩვენ არ გვინდა შურიზიება და თუ ეს ხშირად იქნება, აი მაშინ რა თქმა უნდა დობას დაკარგავს საზოგადოებრიობის მხრიდან. კი ბატონო, სავსებით გეთანხმებით ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მოსაგები აქვს არა მარტო სამართლებრივად ეს პროცესი, მათ შორის თუნდაც პიარულად, თუნდაც პროპაგანდისტულად აქვს მოსაგები. აი იგივე ნიუნბერგის პროცესის დროს ვიცით რომ ომი ჰქონდათ მოგებული, ბერლინი ჰქონდათ აღებული, მაგრამ მოკავშირეები თვითონ უშუალოდ პროცესის მიმდინარეობის დროს დიდ ყურადღებას უთმობდნენ მაგას, რომ საზოგადოებაში ყოფილიყო მათი პოზიციები აღქმული სწორად საზოგადოების მხრიდან მიიღოთ მხარდაჭერა, ვინ იზავდა
დამარცხებული ყავდათ უკვე ის ფაშისტები ყველა ვარიანტი ხო გაასამართლებდნენ, მაგრამ დიდ ყურადღებას უთმობდნენ, რომ მორალურადაც ეგომი არის მოსაგები და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ ხრივ, მით უმეტეს რომ ხა იურიდიული ჯგუფი ამ ხელისუფლების არის მართლაც ძალიან მაღალკვალიფიციური და ამ ხრივ არ იქნება პრობლემები. ბატონო ედიშერ, ესეთ შეკითხვა მექნება, რა რეაქცია მოყვება ახლა დასავლეთში ჩვენი ძვირფასი პარტნიორების მხრიდან ამ კონკრეტულ ინიციატივას, ალბათ ეს წინასწარ გასაგებია. მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანად უსამართლოდ და ჩვენი აზრით უსამართლოდ გარკვეულწილად უდგას საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა. ნუ მე არ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს არის რაიმე სერიოზული პრობლემა. ან სერიოზული სახით არის ის წარმოდგენილი ხა ვიღაც მართლა როთის და მილერის და ვიღაცების დონეზე არ წყდება ალბათ ეს საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხები და მათ შორის ამის დასტური არის რომ მაგალითად ეხლა რამშტაინის შეკრებაზე იმყოფება ჩვენი თავდაცვის მინისტრი და აზრად არავის მოსვლია იქ კითხვა დაესვა რომ შენ ხარ ლეგიტიმურად არჩეული მინისტრი თუ არაო, მაგრამ ეს მეორე საკითხია, მაგრამ თავის მხრივ ხელისუფლებას ეს პრობლემა გარკვეულწილად უდგას. ამის პარალელურად, როდესაც ახდენს ასეთი ინიციატივის გაჟღერებას, გარკვეულწილად ეს ხო უნდა იყოს ხელისუფლებისთვის დისკომფორტი საერთაშორისო ასპარეზზე. როგორ ფიქრობთ, აი როგორ თავსდება ეს ორი მოცემულობა ერთმანეთთან? ძალიან საინტერესო კითხვაა და უპირველეს ყოვლისა ჩემი გადასახედიდან და ჩემი მოსაზრებით ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდა 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს გადაწყდა საქართველოში. საქართველოში ქართველმა ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება, რომელიც აირჩია და ხელისუფლების წყარო არისო ხალხიო, წერია კონსტიტუციაში, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში და ეხლა როთი ფონ ლაიენი და ვიღაცა მილერი და ვიღაცა ბაიდენი და ასეთი რაღაცები იტყვიან, ეს წესი და კანონით სამართლებრივი სოფლიოსათვის არ უნდა იყოს პრობლემა. მაგრამ შექმნილია პრობლემა. შექმნილია პრობლემა ხელოვნურად და ეს ალბათ არავინ არ იფიქროს და ნუ შეგექმნება ჩემო ძვირფასო მეგობრებო იმის ილუზიები და მოლოდინები რომ 20 იანვრიდან ეს ერთი ხელის დაკვირით გადაწყდება. ნამდვილად არ გვაქვს ეგ ილუზიები. ეს იქნება ხანძრივი პროცესი, მაგრამ იმიტომ ვარ სახელმწიფო და იმიტომ ვარ 3000 წლოვანი გამოცდილების მქონე სახელმწიფო ეს პრობლემები უნდა დავძლიოთ. იქნება რა თქმა უნდა, ეხლა რა წივილი დაიწყება იქა როდესაც ის პირველი პარლამენტის რომ ახლა რომ ჩატარდება ხო პირველ კვირაში უნდა მიიღო პირველ კვირაში უნდა მიიღო რა წივილი იქნება იქა და ფონ ლაიენები და ისინი რა ქვია კუბილიბუსები და ისინი ერთ ადგილებს რომ დაიპუტავენ ეს გურულები იტყვიან დაიპუტავენო გებარებათ ეჭვი ეს ასე იქნება მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია და ბოლო ხანებში ჩვენ უკვე ვიგრძენით ის რომ არც ისე ყოფილა თაყაო, როგორც ეგონათ მათაო. არა ესე, ჩვენ ვიგრძენით რომ სახელმწიფო ვართ და თუ მყარად დადგები და იქნები ისე, რომ შენი სახელმწიფოს ინტერესებს გაატარებს, ბევრს იყეფებენ, ბევრს იკივლებენ, ბევრს შემოგძახებენ აქედან, იქედან, მაგრამ საბოლოო ჯამში იძულებული რა ხდებიან, რომ მათ დაინახონ ის ძალა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია და კეთს მოიხრიან საბოლოო ჯამში მის წინაშე. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს რომ რა რეაქციები იქნება მასზე მე ყველაზე მეტი რეაქცია მინდა გავიგო რა რეაქცია იქნება ქართულ ხალხს და ეს უკვე ნათელია ქართული ხალხი ითხოვს ამას 2012 წლიდან წეგამს ვისაუბრე ამის გაკეთებას მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი რამ მინდა გითხრათ რომელიც ყველაზე მეტად თითოეულ ჩვენთაგან სამივე ჩვენ და მთელ საზოგადოებას აწუხებს. ეს არის ახალგაზრდობის საკითხი, რომელმაც ახალგაზრდობამ ეს საკითხი არ იცის. რა თქმა უნდა არის. რა იყო და როგორ იყო? ახლა ჩვენ ამისათვის მათ საყვედურს ვერ ვეტყვით, მაგრამ ზოგიერთისათვის კი მინდა საყვედური ვთქვა, გარკვეული აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბაბავს არ მოვსწრები ვართ. იმარა შეკაიმამიშვილი არ მოსწრები ხართ, მაგრამ მედიშერ გვენედაძემ და ბატონმა თემურმა და ბატონმა თენგო მოესწარით რომელიმე ჩვენთანმა დიდგორის ომს არც ერთ ჩვენთანგან მოვსწრები არ ვართ, მაგრამ საკითხულიდან ვიცით და ობიექტური შეფასებებიდან ვიცით სინამდვილეში რა იყო და როგორ იყო. ასე უნდა იყოს ამ შემთხვევისათვის, უნდა ჩახედონ იმ მასალებს, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა ძალები იყვნენ მაშინდელ პერიოდში საქართველოში და რა ძალები უჭერდნენ მას გარედან მხარს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ რატო ვლაპარაკობ? საჭირო არის რომ ეს ამბები ჩვენ დაყვანილი გვყავდეს თითოეულ მოსწავლემდე, მომავალ თაობამდე. ეს ამბები, როდესაც შეიქმნება ის კომისია და გამოაშკარავდება,
მე მაგალითად წინადადება მაქვს ასეთი. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ეს. სკოლებში უნდა ასწავლო ბავშვებს რა რეჟიმი იყო აქა და უფრო მეტიც რომ ეს რატომ? იმიტომ რომ ეს აღარასოდეს ჩემო თვითფასო მეგობრებო არ განმეორდეს. ერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია მე ამასთან დაკავშირებით. თქვენ წეღან კარგად ბრძანეთ, როდესაც საუბარი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნუილბერგის პროცესზე. ფაქტობრივად მეორე გერმანიის დამარცხების შემდგომ ნიურნბერგის პროცესზე. და რა იყო იქ თავარი? თავარი იყო ის, რომ სწორედ იმ ამერიკელმა დემოკრატებმა, მაშინდელმა, მართლა დემოკრატებმა გააკეთეს ის, რომ იცით გერმანელები როგორი პუნქტუალური ხალხია, რა დანაშაულებებსაც ჩადიოდნენ, ყველას ფირზე აღნუსხავდნენ. გააკეთეს ძალიან კარგი ფილმი, რომელსაც შემდეგ აყურებინებდნენ გერმანიის სოფლებში დადიოდნენ და დასახლებულ ადგილებში, რომელიც შემორჩენილი იყო. თუ ვინმე გერმანელი ვერ უძლებდა და თავს ჩაღუნავდა ასე, მივიდოდა ჯარისკაცი და ეუბნებოდა აწიე თავის ზემოთ უყურე ვაძალებდა. მე მგონი მიმიხვდებით, რასაც ვლაპარაკობ ახლა. აი, ჰუმანიტარულ დახმარებას სანამ მიცემდნენ, ჯერ ფილმს აყურებინებდნენ ხოლმე, რომ ეს ფილმი ნახეთ, უკიდა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება. აი, რატომ ვლაპარაკობ ამას? რატომ ვლაპარაკობ, რომ ახლა პარალელურად მინდა ეს ამბავი მივაბა ერთ-ერთ უმთავრეს რაიმეს კიდე. ადამიანის მეხსიერებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მეხსიერებაში ეს ნელდება ეს პროცესი და დაიწყება ეცემა. არის იყო ასეთი ძალიან უნიჭიერესი კაცი, რამოდენიმე ენის მცოდნე და ცნობილი ფილოლოგი მიხეილ კვესტელავა, რომელსაც აქვს შესანიშნავი წიგნი ტრილოგია დაწერილი ასერგასის დღე. და შესავალში წერს ის ესწრებოდა ნიურნბერგის პროცესს. და როდესაც ჩამოვედი თბილისშიო, მაშინდელ გაზეთებში, როდესაც იწერებოდა, რა ხდებოდა, რასაკეთებდნენ გერმანელები, მე ქუჩაშიო მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ თბილისელებიო. კი მაგრამ ბატონო მიშეო, მართლა ხდებოდა ესო თქვენ რაც იწერება ნიურნბერგის პროცესის პერიოდში, რა მასალებიც ჩვენთან გაზეთებში იწერებოდა. რა უნდა მეთქვაო? ჰაინეს ერიო, ჩემო ბატონო, შილერის ერიო და აი ესეთი უზარმაზარი ჰეგელის ერი სამწუხაროდ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. და რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს აუცილებლად შემდეგ ნახეთ როგორ ხდებოდა ამ იდეოლოგიის დამუშავება. აი ახლა ჩემი თაობა არ მოსწრებია ომს, მაგრამ აი როგორ გითხრათ ის ბავშვობაში, როდესაც ჩემთან ერთი მომსწრევარი, ერთი მეზობელი მეორეს გააბრაზებდა და რაღაცა წაკინკლავდებოდნენ ერთმანეთში, ასე ეთქოდა, ნემეცი ხომ არ ხარ, კაცო შენ? გასაგებია. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ნემეცში იმ დროისათვის ჩადებული იყო ყველაგვარი უარყოფითი ის, რაც ნიურნბერგის პროცესმა წარმოაჩინა. აი ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, სხვათა შორის რომ იცოდეთ, გარკვეულწილად ეს საქართველოში მიღწეულია, ოღონდ ამას ორგანიზება ჭირდება. ნაცი დღეს სირცხვილად ითვლება. კი ბატონო. ოღონდ ამაში ნახეთ როგორი სიტუაცია შექმნილი. ოღონდ ეს ამა ჭკვიანმა ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიყენოს. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? ნახეთ ის მიტინგები, მოპროტესტები რომ გადიან იმ მიტინგებზე, ნახეთ ჩემოთენგო რა ხდება იქა, ნაცები ვერ ჭდებიან, ტრიბუნაზე ვერ ადიან. კი, უტყდებათ თვითონ. ხო წარმოგიდგენიათ, ის ჭიჭიკო ვაშაძია, თუ ჭიჭე ვაშაძია, თუ ვიღაცები, ისინი ვერ ჭდებიან მასთან. რატო ვერ ჭდებიან? ვერ ჭდება ის გვარამია, ვერ ჭდება, იმიტომ რომ იმ ახალგაზრდობას ეს რომ იტყვიან მიაჩნია სირცხვილად მასთან ერთად ყოფნა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი რა არის პრობლემა, რაში მიგავარებ? თავარი პრობლემა მგავარებს მათ მამებში. მეგობრებო, როგორც კი ახლა ჩვენთან მაღალ ფარდოვნად რაღაცება წარმოადგენენ ასეთი მიტინგები, ასეთ შეწყვიტოს დასავლეთმა დახმარება, ის ფულების გადმორიცხვა და შარშანდელი თოვლივით გახდებიან ისინი იქეთან. იმიტომ რომ მათ ამის საფუძველი, იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. ეხლა როდესაც ლაპარაკობენ ბატონ თემურ საინტერესო მომენტია, იცით? ლაპარაკობენ არჩევნები გაყალბდა. ხო, არის ჯერ უნდათ ევროკავშირში არ გვიღებენო. ის არ აქვს დაკეტა საქართველოს ხელისუფლებამო, გზაო და ამის გამო დაიწყეს მიტინგები. ვითომ? და მერე, როდესაც ჩვენ ხელისუფლებამ თქვა,
დაგვიძახონ, გავიხსნან მოლაპარაკებები და ამ წუთში ვაწერთ ხელს, რომ მე მიხვდნენ ეს აბსურდია. გაჩერდნენ. ამის ხო ჭირდებოდა. ახლა ქართველი კაცი მაგის კარგი გამონათქვამი აქვს. მიზეს დოს მარილი აკლიაო. ასეთი ძალიან კარგი გამოთქმა. ხო და რატო ვლაპარაკობ ახლა ამის შემდეგ გადავიდნენ იმ საკითხზე, რომელსაც ქვია ნახეთ ისევ არჩევნები. მაგრამ გავიხსენოთ არჩევნების წინა პერიოდი. არჩევნების წინა პერიოდში ერთბაშად ყველა ორკესტრირებულად ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახლა თავს ოპოზიციას უწოდებს, იძახდა ყველაზე მეტი დიდი ავტორიტეტული ორგანიზაცია მსოფლიოში არის ეუთო ოდირი. ხო თქვენ? ოლაპარაკობთ. ეუთო ოდირი, რასაც იტყვის, ის იმაზე მეტია ჩვენთვის, ვიდრე მღვდლის მიერ სახარების აღიარებაო. ამას ლაპარაკობთ ეგლესიაში. ხომ ნახოთ. ეუთო ოდირმა დადო ასეთი დასკვნა. მას შეფასების უფლება გაყავდა და ასე შემდეგ არ აქვს, ხო? მაგრამ აქვს რა მოხდა, როგორ მოხდა, რა პროცესები წარიმართა. იყო თუ არა დარღვევები ისეთი შინაარსის, რომ რაიმე არსებითი გავლენა უნდა მოეხდინა შედეგი. ერთ-ერთმა მე როგორც ახლა მაგალითად შესაძლოა დროს და ჟამმა ამის საშუალება არ მომცეს და ამის გაანალიზების ისტორიულ პროცესს გულისხმობ, მაგრამ როდესაც ჩემს გარდა ვიღაცა რომ დაჯდება ისტორიკოსი ამას შეხედავს, გადაშლის ეუთო ოდირის დასკვნას. და იქ წაიკითხავს ერთ-ერთ უმთავრეს მის პუნქტს, სადაც წერია საქართველოში ძალიან კარგად იყო ორგანიზებული არჩევნები. ბიჭო, ისტორიკოსი ამას წაიკითხავს, მე შეკაი მამიშვილი, აგერ გადახედავს აქ დიდი ამბები ატეხილი, არჩევნები გაყალბდა. კარგად თუ იყო ორგანიზებული არჩევნები, მაშინ არჩევნები როგორ გაყალბდა? გამაგებინეთ ერთი. სადაური წესია, სადაური ლოგიკაზე მიდიან. ვერცეთ ლოგიკა, არც ერთ ლოგიკაში ეს არ წერია და მე კიდევ წარმოადგინონ ერთი უმთავრესი რამ, რომელსაც ქვია, რომ არჩევნების გაყალბების მექანიზმები კიცებულები არ არსებობს. ბუნებაში არა, მასე მე მაპატიეთ ახლა და მე შემიძლია თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ, რომ აი ახლა ამ წუთში მე თქვენ ფული მოგბარეთ. ან მე თქვენ მომბარეთ, ხო? ამას კიცებულება ხო უნდა კონტექსტ კაცო სად არსებობს ასეთ რა მე არა ვარ ახლა იურისტი და თქვენ წინაშე რა თქმა უნდა ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი რაიმე ისა რა ქვია ფუნდამენტალურ სამართლებრივ საკითხებს მაგრამ ამდენი მესმის რომ ეს კაცო აბსურდამდეც კი არ დადის. ამიტომ არის ის რაც ხდება. ანუ მექედან დავალება იყო ერთ-ერთი უმთავრესი დავალება ის იყო რომ რადაც არ უნდა დაგიждდეს ეს არჩევნები უნდა გამოაცხადოთ გაყალბებულად. და მე ამის შემდეგ ჩვენ მხარს დაგიჭერდა ნახეთ როგორი ორკესტრირებული ერთი დირიჟორი ყავთ. აქ აწევს ის დირიჟორი ჯოხს გამოდიან რუსთაველზე დააწევს გაჩერდები. მიდიან უკან. აი და მე შეხედეს რა პირველ ხანებში ცადეს რა ისე რა უბადრუკები არიან ნახეთ. და რამძიმე დღეშია თქმამდელი მსოფლიო პოლიტიკა ბატონებო ნახეთ. ამათ მამებს იგივე წოდებულ deep state-ების პატრონებს და განმახორციელებლებს საქართველოში სალომეზე მეტი რომ არ დარჩათ ვინმე ოპოზიციის გამაერთიანებელი და აბა ოპოზიციის ლიდერად ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება და რა ხდება. მით უმეტეს ახლა ეს მოსარიდებელი არ არის. ესა უზნეო დედაკაცია. მით უმეტეს ჩვენი მართლმადიდებლური წესით. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ რა ადამიანი არსებობს რა ადამიანი ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელია, მაგრამ ცხოველისაგან იმით განსხვავდება რომ მას გააჩნია ზნეობრივი ნორმები. რომელიც ზნეობრივი ნორმებიც აყალიბებს საზოგადოებას და ერთმანეთის მიმართ ჩვენც თანამცხოვრობთ ამ დედამიწაზე ვართ ზნეობრივად უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ განწყობილი და იმიტომ არის ეს რელიგიაც იმიტომ არის ეს რწმენა რომ ადამიანი უნდა იყოს ზნეობრივად სრულყოფილი აღარ გავაგრძელებ ამ დედაკაცს რაც გაკეთებული და მე მინდა თქვა კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ვიღაცა მეტყვის ახლა კი მაგრამ ასე თუ იყოო
რატომ აირჩიეთო პრეზიდენტად? იტყვიან ამასაც, ხო? მე კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, რომ მე პირადად ამ არჩევნებში მხოლოდ და მხოლოდ მის არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობა მიღებული ერთადერთი რაიმით ეს იყო არჩევნებზე მისვლა და ისა რა ქვია ხმის მიცემა და მივეცი იმის გამო. რატომ მივეცი ხმა? იმიტომ მივეცი ხმა, რომ მეორე მხარეს იყო გრიგოლ ვაშაძე. რომელი გრიგოლ ვაშაძეც იყო, მე დარწმუნებული ვარ, იყო ნომრიანი აგენტი ერთ-ერთი სახელმწიფოსი და რომელიც ჩვენ ტერიტორიებს გვართმევდა აფხაზეთში, როდესაც ომები მიმდინარეობდა, მას ერთი პროტესტი არ განუცხადებია იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. ამიტომ გავაკეთეთ ცუდსა და კიდევ ცუდს შორის იყო არჩევანი. და მინდა გითხრათ, რომ ესეც შემოტენილი ფიგურა იყო, შეიძლება ასე ითქვას, და რომელიც წევან თქვი ახლა მაინც მე ქრისტიანი კაცი ვარ და იმ ფრაზას არ გავიმეორებ, რაც დანარჩენი პოლიტიკოსების მიმართ თქვი, რომ ამ ქალის მიმართ მეთმან მომაკადრებინოს, მაგრამ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო. მოვიდა დრო, გაიშიფრა ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარიმართება ისე, როგორც ქართულ სახელმწიფოს შეეფერება. ანუ უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად ყველაფერი იმისათვის, რომ როგორც ძველი რომაელები იტყვიან ისტორიის სამართალი ურმით მიდისო, მაგრამ ბოლოს ურემი უნდა მივიდეს იქ, სადაც აუცილებელია და ოღონდ ეს უნდა იყოს ფაქტებით დახვავებული ურემი. და ეს ფაქტების მოძიება, მე ვფიქრობ, გასაჭირ საწარმოოდენს დღევანდელი საქართველოსთვის. ბატონ თემურ, როდესაც საუბარი არის დასავლეთის მხრიდან ზეწოლაზე და საქართველოს იზოლაციის პროცესზე, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ გავიგოთ რეალურად რა ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში დასავლეთ. ჩვენს საზოგადოებას ეხლა ეს ესმის ძირითადად განსაკუთრებით რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას, რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ ვიცი, სადღაც აქეთ საფრანგეთში, გერმანიაში უბრალოდ ესეთი ალტრუისტი, კეთილი ადამიანები ზიან, რომლებიც ნერვიულობენ, რომ აი ქართულ ხალხს დემოკრატია უნდა, ბიზინა ივანიშვილი არ აძლევს დემოკრატიას და ამის გამო მოდი აბა მხარი დაუჭიროთ ამ ხალხს. მაგრამ სინამდვილეში ხარ, როდესაც კეთდება განცხადებები, ალბათ მნიშვნელოვანია მათ შინაარს მივაქციოთ. მაშინ ამათ საყვარელი ჯო უილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად აკეთებს ხოლმე განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ის გამოდის კონგრესში, როდესაც ის თავის აუდიტორიას ელაპარაკება, ის სულაც არ ახსენებს იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი იმიტომ არის მოსაშორებელი, რომ ან არჩევნები გააყალბა, ან რაღაც დემოკრატიას ძირი გამოუთ ქართულ ხალხს ტანჯავს. ამის გამო კი არა. ის ასახელებს ორ ძირითად მიზეზს. ეს არის პირველი ანაკლის სპორტსო, ჩინელებს აშენებინებსო და მეორე მიზეზს, რომ ირანთან ქონიაო კავშირიო, ყობახიძე ჩავიდა ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ეს არის ორი. ირანის და ჩინეთის მარიონეტი და ამის გამო უნდა ჩამოვაგდოთ, თორემ მართლა იმიტომ კი არა, რომ ქართულ ხალხზე ზრუნავს თურმე როგორ გავბედეთ ჩვენ, რომ გარდა დასავლური კურსისა, ჩვენმა ხელისუფლებამ მათ ასე ეჩვენებათ ყოველ შემთხვევაში, რომ დასავლეთის გარდა რაღაც ალტერნატივებზე დაიწყო ფიქრი საქართველოს ხელისუფლებამ და სწორედ ამის გამოა ის პირველ რიგში დასასანქცირებელიც, ჩამოსაგდების და ქართულ ხალხს იმიტომ ჭირდება ახალი არჩევნები. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, ის რომ დღეს საქართველოს რეალურად დასავლური ვექტორის ალტერნატივების საჭიროება უდგას, ეს არის ცხადი, ეს აქამდე არსებობდა ეს საჭიროებები, მაგრამ აქამდე რაღაც აი მიჩერებული ვიყავით, რომ მხოლოდ დასავლეთშია ჩვენი ხსნა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება რეალურად აძლევს დასავლეთს ასეთი ეჭვიანობის საფუძველს. რეალურად იხედება ეს ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ შექმნას დასავლური კურსის ალტერნატიული საგარეო ვექტორები. დასავლეთს რომ სხვა მიზანი არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა საქართველოს თავისი მიზნებისთვის, რომელიც უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში გავლენების გაძლიერებას, გაფართოებას და პრობლემების შექმნას რუსეთისთვის. რუსეთი არის დასავლეთისთვის ჩვენ ხედავთ დღეს უკვე აშკარად ხედავთ იმას, რომ ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ქიშპობა, რომელიც იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ფარული ქიშპობა აშკარა გახდა. და გადაიზარდა ეგრეთ წოდებულ ცხელომში უკრაინაში, როცა უკრაინა გამზადებულია, მომზადდა როგორც სამხედრო მუშტი რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთი იძულებული გახდა უკრაინის ნეიტრალიზაცია მოეხდინა როგორც სამხედრო აი ამ სამხედრო ტარანისა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელში. სხვა მიზანის რო ქონოდა დასავლეთ საქართველოს მიმართ. ჩვენ ეკონომიკასაც განვავითარებდით, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და არ იქნებოდა საქართველოს მოსახლეობა ასეთ ძიმე მდგომარეობაში, არ იქნებოდა ასეთი მაღალი მიგრაცია, არ იქნებოდა ასეთი მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია, არ იქნებოდა საკვებ პროდუქტებზე ასეთი მაღალი ფასები, არ იქნებოდა ისე რომ სიკვდილიანობა ჭარბობს უკვე დაბადებულთა რიცხვს და ძალიან ბევრი შორს აგვიყვანს ჩამოთვლას სოციალურ. ახლა ისე არ გამოგვივიდეს რომ ეს დავაბრალოთ ამერიკელებს და ევროპელებს, ხო? ეს რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკის ბრალია, არასწორი პოლიტიკისა, უფრო მეტიც ანტიხალხური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკას, რომელიც ტარდება ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში, მაგრამ მათ რო ქონოდათ სხვა ინტერესი საქართველოს ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა და ზეწოლა იქნებოდა ზუსტად იმაზე რომ ეს ხო საკითხებზე და აქ დანერგავდნენ მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებებს ისე როგორც აკეთებენ დაუშვათ ახლა ჩინეთიდან გააქვთ ეს მაღალ ტექნოლოგიები და გვერდზე ვიეტნამში გადადის მაღალ ტექნოლოგიური წარმოებები შეერთებული შტატების ვიეტნამში გადადის რატო იცით იმიტომ რომ ვიეტნამი ჯერ ერთი სუვერენული იყო და ისე არ დაექვემდებარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ესე იგი მან შესთავაზა ეს ტექნოლოგიების დანერგვა და ალბათ გამოიყენებს როგორც გეოპოლიტიკურ მოკავშირეს ჩინეთის წინააღმდეგ თუ შეძლო ამის გაკეთება მაგრამ მე მაგალითისთვის მოვიყვანე ის რომ ვიეტნამის ეკონომიკა ახლა ვითარდება ამერიკული ტექნოლოგიების ხარჯზე დღეს და ეს მოხდებოდა ასე რომ სხვა მიზანი საბოლოოდ რა ჩინეთში მიიღეს ის ვიეტნამიც მოძლიერდება და ბოლოს ის იგივე გზას დაადგება. ახლა იქ ვიეტნამი ბევრად უფრო პატარა ქვეყანაა, იქ სხვა ფაქტორებიც არის. მაგრამ ძალიან ძნელია ტექნოლოგიების კოპირება. ძნელია თუ მოასწრო და გააკეთა, ვიეტნამიც ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე უბრუნდები თქვენს შეკითხვას, არავით არის სხვა მიზანი დასავლეთს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს ხელისუფლება ჩამოიშოროს, მოიყვანოს თავისი მარიონეტული ხელისუფლება და საქართველოსგან შექმნას მეორე უკრაინა. და საქართველოს გაიმეოროს ის საბედისწერო შეცდომა, რაც შეცდომა კი არ იყო დანაშაული იყო სააკაშვილის მხრიდან, ეს მიზანმიმართული დანაშაული. ერთ-ერთი თავარი დანაშაული ზუსტად ეს იქნება გამოკვლეული. აი ამ კომისიის მიერ 2008 წლის ავანტიურა. და აი იმაზე უარესი დამართებს საქართველოს აი ეს ბოკუჩავები და ეს შანტრაპა რომელიც მოდის ხელისუფლებაში რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა უარეს რა აი უკრაინაში რაც ხდება ის იგივე დაემართება საქართველოს საქართველოს უბრალოდ გაქრება პოლიტიკურ რუკიდან ხო მაგრამ ხელისუფლების სტრატეგია რა არის ამ დროს ხელისუფლება დღეს დგას და უბრალოდ ელოდება დასავლეთში როდი შეიცვლება მართველობის ელიტა მართველი ელიტა იმთო გვესმის ეს 20 იანვარი ანუ ხელისუფლება კვლავ დასავლეთის იმედად არის ამ პროცესშიც მხოლოდ და იმის იმედად რომ დასავლეთში მოხდება რაიმე ცვლილებები დარჩენილი თუ ის ეძებს რაიმე ალტერნატივებს ნუ ალტერნატივას რა თქმა უნდა ეძებს ახლა ხელისუფლება იქ პირველი პირი პასაპატიო თავმჯდომარე ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნებისა არ არის უჩგულგასი ამაში ხო დამთანხმები ყველა და მას გააჩნია მაგრამ ეთყობა ეს გარანტიები არ აქვს მათ შორის რუსეთის მხრიდანაც არ აქვს ეს გარანტიები რომ ქვეყანა ახლა იმ შემთხვევაში თუ ის მკვეთრად შებრუნდება რუსეთის მხარეს ჩინეთის მხარეს და სამხედრო პოლიტიკურ კავშირში შევა რუსეთთან ანუ ერთიან უშუალოების სისტემას აღადგენს რუსეთთან მაშინ მას ჭირდება გარანტიები საქართველოს ჭირდება გარანტიები და ეთყობა არ არის ჯერჯერობით ეს გარანტიები ეთყობა არ არის ზუსტად ვერ გეტყვი ამას აქ საჭიროა ეკონომიკური გათვლები აქ საჭიროა აი გარანტიები რომ საქართველოს რაღაცა გარე ძალებმა არ დაშალონ მათ შორის სამეზობლო ძალებმა ჩვენ გვაქვს პრობლემები რეგიონალური ხო გვაქვს აჭარასთან დაკავშირებით თურქეთია იქეთ აქეთ აზერბაიჯანია ჩვენი აზერბაიჯანული ესე იგი რეგიონებია სადაც ეს არის კომპაქტურად დასახლებული ჯავა ბევრი პრობლემა გვაქვს ბევრი პრობლემა გარანტია რა თქმა უნდა არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა და როდესაც მაგრამ მეორეს მხრივ უნდა დადგეს ის მომენტი რომ ქართულმა ოცნებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას
ამის გარეშეც შეუძლებელია აი ეს გადაწევა აი ამ საკითხების მოგვარებისა შეიძლება უკუშედეგი მოგვიღოს ძალიან საბედისწერო უკუშედეგამდე მივიდეთ როცა ჩვენ მომენტს დავკარგავთ და ამ მუშაობას თუ არ დავიწყებთ პირველ რიგში რეგიონის უძლიერეს ქვეყანასთან რუსეთთან რომ არ შევალთ ესე იგი მოლაპარაკებებში არ მოვსინჯავთ რა გვინდა ჩვენ მათგან რა უნდა ჩვენ იმათგან რა შეიძლება ესე იგი მივიღოთ ჩვენ ესეთი რომელიც დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რუსეთთან აღვადგენთ სამხედრო პოლიტიკურ კავშირს სტრატეგიულ კავშირს მაშინ რას ნიშნავს ეს სტრატეგიული კავშირი და ჩვენი გაჭირვების შესახებ რა თქმა უნდა ვისაუბროთ ალტერნატიულ მხარეს ჩინეთს მათ შორის იმიტომ რომ შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან ჩვენ ხედავ რაზღებულობთ ჩვენ ხედავთ რომ მათ ჩვენი დაღუპვა უნდათ მათგან მათთან ურთიერთობაში ჩვენ ვერაფერ პერსპექტივას ვერ ხედავთ გარდა იმისა რომ საქართველოს დაიღუპება აქედან გამომდინარე ქართულმა ოცნებამ რა თქმა უნდა ეს მუშაობა უნდა გასიოს და რა ისე უნდა გააკეთოს როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა რო გააკეთა რომ ესე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დატოვა როცა ლავროვი გამოდიოდა სიტყვით ერთ-ერთ საერთაშორისო შეხვედრას იმას გაყვა უკან ეს არ ვიცი რამდენად ის არის აი იმ თვალსაზრისითაც ძალიან ცუდად მოიქცა იმ პრაგმატული თვალსაზრისით და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად რო გადიხარ დღეს აი იმ შემთხვევაში ამ სიტუაციაში როცა უკრაინასა და რუსეთს შორის აი ეს ასეთი მასშტაბური საომარი დაპირისპირება არ უნდა გააკეთოს ეს ქართული ოცნების მინისტრმა კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო ედიშერ, ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ჩვენს ამ ლიბერალურ ელიტას სასაცილოდ არ ყოფნის ტერმინი deep state-ი, რომელსაც ჩვენ ყურიც მიეჩვია და ბევრგან შევხვდებით ხოლმე სოციალურ ქსელებში. არა და სინამდვილეში და ალბათ თქვენს დამეთანხმებით ისტორიის ბევრ ეტაპზე არის ხო ისეთი პროცესები, ისეთი მოვლენები, რაც დღეს ჩვენ ვიცით, მაგრამ იმ თანამედროვეობაში არ იცოდნენ, როდესაც ძალაუფლება რეალურად იყო კონცენტრირებული არა ფორმალური მეფეების ხელში პირობითად, აი მაგალითად, რა ვიცი, საფრანგეთში მეფე კი არ მართავდა რაღაც იეზუიტთა ორდენი პირობითად, რომელიც შეიძლება მაშინ რომ ვინმეს ეთქვა რომ იეზუიტები არიან deep state-იო, მაშინაც ასაცილო დაეგდო, ხო? რა არის ამაში გასაკვირი? მე ეს მაინტერესებს ჩვენი საზოგადოებისთვის, რატო არის ეს აღქმული რაღაც აბსურდულ შეთქმულების თეორიად? ისტორიაში ხო ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, ბევრი მსგავსი ვითარება გვაქვს. ჩვენი თანამედროვებაც ხომ ამ ცოცხალი ისტორიული პროცესის ნაწილია, რომელიც ოდესღაც წარსულად გადაიქცევა, ისტორიად გადაიქცევა, გაიხსნება ის არქივების, ანუ სხვანაირი შეფასება მიეცემა ჩვენს დღევანდელობას, მაგრამ ამის მიუხედავად, აი, პრინციპში ჩემი აზრით, რა ვიცი, მათ განათლებაში, სწავლაში, კომპეტენციებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რაღაც გააკვირვებულები არიან თუ აგდებულად უყურებენ, რომ როგორ შეიძლება რომ თურმე ძალაუფლება არაფორმალური ძალების ხელში იყოს კონცენტრირებული მსოფლიოში. ბატონებო და ქალბატონებო, ეს არც თითოეულ ჩვენთაგანს გვითხოვთ ამ deep state-ის შესახებ, არც საქართველოში თქმულა ეს თავდაპირველად ეს ითქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1961 წელს უკვე მიმავალმა პოლიტიკიდან მიმავალმა პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა პირდაპირ თქვა, ამერიკაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია, ვინაიდან ხელისუფლება მოდის ის ძალა, რომელსაც ქვია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დგას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკან, წინ ყავს გამოწეული ეს პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიმე წარმომადგენელი და თვითონ ფაქტობრივად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებდა მაგალითად ბაიდენი დღევანდელ დღემდე. როდესაც მე მეცინებ ერთი რამე იმის შესახებ, როდესაც ვითომ ზოგიერთი ტიტულოვანი რო გამოდის ჩვენთან ტელევიზიები, ტიტულები აქვს, დოქტორი, მეცნიერი და აკადემიკოსი და ასე შემდეგ, მიეწერება მოკლედ ის არ არის, მოკლედ ირანი, შაჰი და შაჰან შაჰ არა, თორე დანარჩენი ყველაფერია. როდესაც ლიცინის ლაპარაკობს, რომ საქართველოშია ოლიგარქი მართავს. ოლიგარქიული მართლობა ამერიკაშია თუ არის, აბა სად არის ხარ გამაგებინეთ. იგივე კლასი. ამერიკის შეერთებულ შტატებშია ოლიგარქიული მართლობა, როდესაც ვინც ფაქტობრივად მაგარი ქონების მფლობელია და ვინც წარმართავს ამერიკის ეკონომიკას
და ამერიკის ეკონომიკასთან ერთად სოფლიო ეკონომიკასაც გარკვეულწილად ის მოდის ხელისუფლებაში. აი ეს ამის შესახებ ლაპარაკობენ ამ deep state-ის შესახებ და ეს deep state-ი სწორედ ეს ძალებია, რომლებაც მასხრა დაიღო კაცობრიობა. მასხრა დაღებაში რაც გულისხმობ იმას, რომ როდესაც ქალის კაცად გადაკეთება დაიწყეს და კაცის ქალად გადაკეთება დაიწყეს. ეხლა მეტის შესახებ ამ ადამიანებს ვერ ვისაუბრები. ვინაიდან თუ მართლა სერიოზულად ფიქრობენ და იცინიან ამ deep state-ებსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსების შესახებ, მართლა სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია. ერთ რაიმეს ვეტყოდი მხოლოდ. როდესაც დუაიტ ბატონმა ეიზენჰაუერმა ეს ფრაზა წარმოთქვა, მოკლედ დრო იყო, მე მგონი დამეთანხმებით გასული და მაშინვე ტყვია შუბში დააჯინეს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტს კენედის. ეიზენჰაუერი იყო გენერალი, თვითონ იყო სამხედრო. კი ბატონო და იმან ძალიან მშვენივრად იცოდა სინამდვილეში რას ამბობდა და რა ხდებოდა იმ სივრცეში. მე ჩახედეთ რა მოხდა კუბასთან მიმართებაში, იგივე დუაიტ ეიზენჰაუერიდან დაიწყო ეს პროცესი. დუაიტ ეიზენჰაუერიდან რა ხდებოდა იგივე ღორების ყურეში. იქა რა ძალები მოქმედებდნენ, როგორ აფინანსებდნენ, რა ხდებოდა და მოდი გადმოიტანეთ აქეთ. გადმოიტანეთ. ეხლა ჯერჯერობით და ღმერთთან უკნას იმამდე ტყვიამდე არ არის მისული საქმე, თორე როგორც იქაურ იმათ რა ქვია ადგილობრივ მეხუთე კოლონას აფინანსებდნენ და აიარაღებდნენ, იგივე აბსოლუტურად დღევანდელ დღეს ეს გვარამიები, ეს სააკაშვილები, ეს იგივე ის ბოკუჩავები და ასე შემდეგ და სხვა მათი არაფერი მათ შორის დიდი არაფერი არ არის. ამიტომ არის უპირველეს ყოვლისა განათლება. ის ბავშვები, რომლებიც ზემოთქვემოთ მოტყუებულები, გარკვეულწილად მოტყუებულები დადიან და იმდენად აქვთ ისა რა ქვია სტიგმა ტვინში ჩადებული შენი ისა რა ქვია რეალური ხედვები მას არაფერი არ ესმის, აი განათლება რო ქონდეთ და იცოდნენ რა ხდებოდა იგივე ლათინური ამერიკის ქვეყნებში, მე მგონი დამესახმებით. რა ხდებოდა სხვადასხვა აზიის ქვეყნებში, რა ხდებოდა იგივე აფრიკის ქვეყნებში. აი ამაზე არც ერთ შემთხვევისათვის არ წამოიგებოდნენ. ვინაიდან ეხლა ბატონმა თემურმა შესანიშნავ რამ თქვა წეღარ. სხვათა შორის ძალიან პატივცემ მის მოსაზრებებს და განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ რა თქვა, დასავლეთსო რომ ჩვენთვისო სიკეთე მდომოდაო, ისო აქო წარმოებებს ამუშავდებდა. რა დიდი ამბავი არის დასავლეთისათვის ამის გაკეთება. მინიმუმი გაანგარიშებულია 40 მილიარდი ევრო ეყოფოდა საქართველოსთან პატარა ქვეყანას, რომ ჩვენთან წარმოება განვითარებულიყო. რომ ჩვენთან ყოფილიყო ის დონე, რომელი დონის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის წინ წაწევა. მოდი შევადაროთ. რა იყო საქართველოს 1921 წელს და რა იყო საქართველოს 1939 წელს. შორს არ მივდივარ 20 წლის მასშტაბით. ჯერ შევადაროთ ეკონომიკის განვითარებით, რამდენად განვითარდა, მეორე შევადაროთ დემოგრაფიით და მესამე შევადაროთ ტერიტორიული მთლიანობით. და ნახოთ დღევანდელ სიტუაციაში 1990 წელს რა იყო საქართველოს და რა ვარ დღეს. რამდენი წარმოება იქნა მაშინ შენებული და რამდენი იქნა ამ პერიოდისას. ახლა მართლა ბრიყვებით ხომ არ გონიوارთ კაცო, ამდენს ჩვენ ვარჩევთ, ამიტომ ამ ხალხს ვინაც ამ პოლიტიკას წარმართავ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დასავლეთის მხრიდან მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, შენ იყო მისი მარიონეტი სახელმწიფო. როდესაც დაჭირდებათ, როგორაც უნდათ მოიქცნენ უკრაინას და უნდათ ჩვენი თან იგივე მოქცევა, მაგრამ საბედნიეროდ აღმოჩნდა საქართველოში ძალები იმ კაცის მეთაურობით, რომლის სახელიც დაგვარია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ააცილა ქვეყანას ეს უბედურება. და ეხლა ნახეთ როგორ მდგომარეობაში არის, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს თუ შეიძლება გაიხედოს მათ გარდა სხვაგან. ბიჭო, შემომაცხონებულო, შენ გაქვს დღეში 2 მილიარდის ვაჭრობა ჩინეთთან. და მე უფლება არ მაქვს ლარიც ვივაჭრო? შენ გაქვს იგივე ევროკავშირს 800 მილიარდი წრიული ბრუნვა და მე იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ შენ უბედურებები უნდა ატეხო, როგორ თუ მიიღეთ იმის რა ქვია შეხვდა საქართველოს პრემიერს ჩინეთის ელჩი. მით უმეტეს
ქვეყანა, რომელიც არის წარმოუდგენლად განვითარებადი. როდესაც სოფლიოში ეკონომიკის სტაგნაცია იყო, 17%-ით ვითარდებოდა მისი ეკონომიკა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კიდე უნდა დაუფიქსდეთ ასეთ რაიმეებს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ლაპარაკობენ სოციალიზმის ეკონომიკაზე და სოციალიზმის ეკონომიკას ვითომ მისი ჭკუით თხრიან ისა მიწიანად თხრიან. ნახეთ რა გააკეთა სოციალიზმის ეკონომიკაზე, სოციალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობებზეა დაყრდნობილი ჩინეთის ეკონომიკა და მოახდინა ფურორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველა სახელმწიფო ყვირის ამას როგორ აკეთებენ. ეგ არ ვარ ჩვენ გოგონები. ეგ არის ცუდი. ეგ არის ცუდი. მე ვამბობ ამ ადამიანები ან თუ არიციან ეს ძალიან საშინელება და მაგრამ უბედურება ის არის რომ იციან, მაგრამ ნაძირელობენ. ვინაიდან დასავლეთიდან ფულის შემყურე ხალხი აკეთებს ამას. საქართველოს მე როგორც ისტორიიდან ვიცი და ჯერა და შედეგებიდან გამომდინარე ეს არის უნდა აწარმოოს მრავალმხრივი პოლიტიკა. უნდა აწარმოოს მრავალმხრივი დიპლომატია, უნდა აწარმოოს ბალანსირების პოლიტიკა, რომელიც ბალანსირების მეშვეობითაც საქართველოს გაუძლოს საუკუნეებს და რომ არა ეს ბალანსირების პოლიტიკა ძალიან ძნელი იქნებოდა დღევანდელ დღემდე თავის მოტანა და თუ ვინმე ჭკუა გონება აქვს თავში ეს ბალანსირების პოლიტიკა ჩემო ძვირფასო მეგობრებო რომ ამართლებს ამის ნათელი მაგალითია 2022 წლიდან 22 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე განვითარებული მოვლენები რომელმაც კიდევ და სულ მუდამ ამას გავიმეორებ რომ მოუტანა ქვეყანას მშვიდობა და სხვების განვითარების ფონზე ეკონომიკური წინსვლა ფაქტია ეს დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ თემურ, ბატონო ედიშერ, უღრმესი მადლობა. ჩვენი გადაცემა მივახლოვდა დასასრულს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და თქვენ ამისთვის უღრმესი მადლობა. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ისტორიკოსი, ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ პიპია იყვნენ. ჩვენი გადაცემის სტუმრები. იმედი მაქვს თქვენთვისაც საინტერესო იყო ჩვენი მხრიდან თემების მიმოხილვა. მე ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. მადლობა.